თბილისის სპორტის სასახლეში ოლიმპიურ ტაეკვანდოში კადეტთა შორის ჭაბუკთა და გოგონათა ევროპის ჩემპიონატმა სტარტი აიღო. ჩემპიონატში 36 ქვეყნის 300-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს კადეტთა ნაკრების შემადგენლობაშია 9 გოგონა და 10 ვაჟი. მათგან 1 ვაჟი 14 წლამდე ასაკისა და 51 კილოგრამამდე კატეგორიის მონაწილეთა შორის ფინალისტი გახდა. ევროპის კადეტთა ჩემპიონატი 10 ივლისს დასრულდება. ეს ფინალში გასვლა იყო ძალიან დიდი წარმატება ჩემთვის. ეს გამარჯვება არა მარტო ჩემი გამარჯვება, არამედ მთელი საქართველოს გამარჯვება ეს გამარჯვება და ძალიან გამიხარდა. ეს არის პირველი ნაბიჯები ჩვენ ქართული ტაეკვონდოს ისტორიაში, როცა ქვეყანაში ტარდება ამ სპორტის სახეობაში ასეთი მაღალი ღონისძიება ევროპის ჩემპიონატი. სასიხარულოა რომ გვაქვს უკვე შედეგი, 1 ბრინჯაოს და 1 ვერცხლის მედალი, რაც ბევრწილად გამოიწვევს იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი და ბავშვი დაინტერესდება სპორტის ამსახეობით.